ჩემი გვარი არის სვანური გვარი, მაგრამ დავიბადე ხარაგაულში, იქ არანაირი კავშირი არა მაქვს, არც ნათესავები არა მყავს და ახალსოფლის ეკლესია ცნობილი არის ისტორიულად, რომ აგო ჩვენმა წინაპარმა. ხევსურიანების საგვარეულო სახელით არის შესული ისტორიაში თქვენი წერილებიც, ქალბატონი იზას წერილებიც მეტყველებენ ამაზე შენახული მაქვს. და ჩემი მშობლები იყვნენ პედაგოგები და მათი რჩევით მე ჩავაბარე პედაგოგიურ ინსტიტუტში. პირველად სწავლობდი გორში, 1 წლის ვიყავი რომ დაოჯახდი და გადავედი პუშკინის სახელობის მაშინ ასე ერქვა ახალსოფლა საბათია ინსტიტუტში და დავამთავრე 63 წელს. დავიწყე მუშაობა მარიალისის სკოლაში, პირველი საშუალო სკოლაში, შემდეგ პირველი სკოლიდან გადავედი მეორე საშუალო სკოლაში. ისტორიაში მასწავლებლად 25 წელი ვიმუშავე მეორე საშუალო სკოლაში. მე ავადმყოფობამ შემიშალა ხელი და 53 წლის ასაკში დავამთავრე სკოლაში მოღვაწეობა ავადმყოფობის გამო. და ძალიან დიდი კმაყოფილი ვარ ჩვენი სკოლის, პედაგოგიური კოლექტივის, დირექციის, მშობლების ძალიან დიდ ყურადღებას მაგცევენ, დღესაც კი მკითხულობენ და როდესაც ჩემ ცხოვრებას გადავხედავ, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის, ისე მკითხულობენ ბავშვები, მშობლები, პედაგოგები, ყველასგან ძალიან დიდ ყურადღებას ვიყევ. საერთოდ მიყვარს ბავშვები ძალიან და როგორც მეგობარი ისეთ თვლიდნენ ბავშვები, არ მიყვარდა დასმენები. მშობელს რო დაიბარებდნენ სკოლაში და აუგად მოიხსენიებენ იმას საქციელს, მე არაფერს არ ვიტყოდი და კიდეც რომ დომოდა რამის თქმა არ ვიტყოდი. მე მესაიდულნეს მეძახდნენ. ჩემ სადამრიგებლო კლასში ერთმანეთს რო უყვარდათ ისეც ვიცოდი, შატალოზე მიდიოდნენ და ვიცოდი, მაგრამ არ ვამბობდი. შეიძლება ეს არ არის კარგი ქმედება, მაგრამ მე ასეთი თვისება მქონდა განსაკუთრებით მიყვარდა ცელკი ბავშვები, მოუსვენრები და იმათთან უფრო საერთო ენას გამომნახავდი ხოლმე და უყვარდე ბავშვებს, იმიტომ რომ დასმენები არ მიყვარდა. ერთხელ ბავშვის სახელს არ ვიტყვი, მოსწავლე იყო გაბრაზებული და პედაგოგიური კოლექტივი შენიშვნას აძლევდა ყოველთვის და ჭერში ავიდა, მაღლა ჭერში და ყვირო და იქ გამოვედი მე და ვუთხარი, თუ გინდა რომ შენ ახლა გადარჩევ, გაჩუნდი, იყავი შენთვის და ამ დროს ზარიც იყო. მთელი მასწავლებლები გამოვიდნენ, მაგრამ ეს ბავშვი მთელი გაკვეთილი გავაჭერე ჭერში, რომ არ დაესმინა ვინმეს, რაიმე ცუდი თქმაც არავის ცუდი არაფერი ეთქვა. დამიჯერა იყო იქ და მე მასწავლებლები რომ შევიდნენ სამასწავლებელოში, წყნარად ჩამოვიყვანა და არავის არ გაუგია ის თუ ჭერში იყო. ბავშვობაში სკოლაში მასწავლიდნენ გუგულინარიძე, ნათელა ანთაძე, შოთა რობაქიძე და ეს იულია შარიქაძე. ემა ისტორიის მასწავლებლებმა შემაყვარეს ისტორია და გადაუწყვიტა რომ ჩამებარებია ისტორიაზე. ძალიან მენატრება სკოლა, ძალიან მიყვარს ბავშვები, სულ ახლა ცნობები მომდის რომ ახსენდება ჩემი სკოლა. მე მყავს 2 შვილი, ნანა და დათო. ნანა დაჯახებულია, დათო არის ჩემთან. მაგანი მაცოცხლე თუ რაიმეს ხედა, ამას თუ დათო აკეთებს. ეს ყვავილები ყველაფერი არის ჩემი მამამთილის, ბათუმში დადიოდა ხოლმე ჩემი მამამთილი და ეს ყვავილები იქიდან მოტანილია და ისე ვარდები ნანას გაშენებული. ჩემი მამამთილის გაკეთებული არის ის მოწნულიც და ეს და ეს ყვავილები სიცოცხლეს მილამაზებენ, ყოველ დილით ჩამოყავარ დათოს, ხან ფოთოლს ვაძრობ, გამხმარს ხან და სიამოვნებს აგჯდომა ხოლმე. ხაზვა მიყვარდა, დახაზვებ რაღაცების, თავის მოვიგონებდი რაღაცას და ხაზავდი ესე ფანქარი მიყვარდა. და ვებია მყავდა 100 წლის გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან კარგი განათლებული ქალი იყო და ჰქონდა ზითვი, სკივრი და იმ სკივრში ჰქონდა სურათები, ხატები ესე და პირადი ჰიგიენის საგნები. არ ვიცი ახლა მე ეს დამამახსოვრდა ძალიან, ესეთი საფანქრე მაჩუკა.
ბებო, სულ რომ ეძებო, თანქასო, ამაში ჩადები ხოლმე და შეინახავ და ისაფანკრე მაგ შენახავ. ჩემი ოჯახის რელიქვია იყო ეს, არის ეს ისე ვინახავ, რომ რო არ ვნახო არ შემიძლია. ძალიან ლამაზი ხედებია, სადმე რო ვარ წასული, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდა ჩემს სახლში, ულამაზესი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი ხარაგაული, ჩემო ძვირფასო ხარაგავლელებო, მშობლებო, მოსწავლებო, ვერ გნახულობ და ძალიან მენაკლები. რკინიგზის პირას ცხოვრობ და სწორედ ჩემ ცხოვრებას ალამაზებს მატარებლის ხმა. ვერ წარმომიდგენია სიჩუმეში ცხოვრება, ისეთი ხმაურიანი მე ამაში აღზარდა ბავშვები.